კიდევ ერთი მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში ჯონ მაკეინის ვიზიტით იწყება. სენატის სამკაციანი დელეგაცია თბილისში შეხვედრებს ოპოზიციასთან შეხვედრებით გახსნის. დაახლოებით 45 წუთში მაკეინი ორ სენატორთან ერთად ქართული ოცნების ოფისში უნდა მივიდეს და კოალიციის ლიდერებს შეხვდეს. სენატის წევრებს დღეს ქრისტიან დემოკრატებიც ელოდებიან. ჩვენი კორესპონდენტი გიორგი ცქვიტავა გააშუქებს მაკეინის შეხვედრებს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა მანამდე ის პირდაპირ ეთერში ჩაგვართობა. გიორგი, უფრო ცლად რომ მოგვიყვე ვიზიტის შესახებ, ვინ შედიან დელეგაციაში და ხომ არ გაკეთდა უკვე კოალიციაში რაიმე წინასწარი განცხადება? თამთა მოგესალმებით. ამ წუთებში დაიწყო უკვე შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ინიციატორები თვითონ კოალიციის ლიდერები არიან. ეს არის ტრადიციული შეხვედრა, რომელიც ყოველკვირეულად იმართება და კოალიციის ლიდერები დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს აწვდიან ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რომელიც წინა საარჩევნოდ ქვეყანაში მოგროვდა. ჩვენ ვესაუბრეთ კოალიციის ერთ-ერთ წევრ სოზარ სუბარს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ტრადიციული შეხვედრებისას მიეწოდება კონკრეტული მაგალითები და დარღვევები თუ რა ხდება წინა საარჩევნოდ ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარი. ტრადიციული შეხვედრაა, ყოველკვირეულად ხვდებით, რომ გავაცნოთ რა მდგომარეობაა საარჩევნოდ და ველაპარაკოთ ძირითადად იმ დარღვევებზე, რომლებსაც ადგილი აქვს ყოველკვირეულად ხელისუფლების მხრიდან. კონკრეტული ფაქტები ჩამოთვლამა მართლა შორს წაგუყვანს, მაგრამ ძალიან ბევრია და ძალიან სერიოზული დარღვევებიც მათ შორის, როგორც მოხდა მაგალითად საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება და შემდეგ საზღვრიდან გაძევება. 9 ადამიანი გაუშვეს, იმიტომ რომ ისინი იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები. აი ესეთი შემთხვევები, რომლებიც არის საკმაოდ ბევრი და რომლებზეც გვინდა რეაგირება მოვახდინოთ. სწორედ ამის შემდეგ დაახლოებით 40 წუთში დაიწყება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა. სენატორები ჯონ მაკეინი და ჯონ ლიბერმანი და ასევე საქართველოში ახლად ჩამოსული შეერთებული შტატების ახალი ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრებიან ამ შეხვედრას. კოალიციის მხრიდან კი შეხვედრის მასპინძლები იქნებიან თავად კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, ასევე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი. ჯერჯერობით წინასწარი კომენტარი ამ შეხვედრის დეტალებზე არ კეთდება, თუმცა როგორც დაგვკვირდნენ, შეხვედრის დასრულების შემდეგ თვითონ კოალიციის ლიდერი გააკეთებს დაწვრილებით კომენტარს ამ შეხვედრის თაობაზე. გმადლობთ გიორგი, ველოდებით ჩვენგან ახალი ინფორმაციას. ეს იყო გიორგი ცქვიტავა და პირდაპირ ჩართვა ქართული ოცნების ოფისიდან, სადაც ამ წუთებში კოალიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან.